დღეს ვითამაშებ GTA 5, ოღონდ ნამდვილ GTA 5, სადაც ყველაფერი არის აბსოლუტურად რეალური და ამას შეხედეთო. მოკლედ დავაყენე ახალი მოდები, რომელმაც GTA 5 გახადა რეალური თამაში და ანუ უბრალოდ ბანერების მაგივრადაც თუფაკის ფოტოები კიდიათო. ეს რა არის? არ ვიცი ეს რა არის, მოდი ჯერჯერობით ფრანკლინის სახლით დავიწყოთ, ავიყვანოთ ეს და 100,000 ლაიქს და თუ გინდათ თქვენს მსგავსი GTA კონტენტს დამიჯერეთ ეს ბანერები, არაფერი არ არის იმასთან შედარებით, რაც წინ გველოდება. აი სამზარეულო შესრული აშკარა და ერთწამი ლეპტოპიც კი Apple-ის აქვთო. აქ რა არის ჟურნალებზე რა ხდება? სერიოზული ჟურნალები გვაქვს აქ? ანუ არ ვიცი GTA 5-ში რა ექსპერიმენტები არ ჩამეტარებია, მაგრამ მსგავსი ჯერ არაფერი არ ყოფილა. ეს კრემები? ეს არა მგონი. თუ Malibu. კი Malibu ხადაო ეს მზისგან დამცავი კრემი მეც მაქვს, ჩუსტები არის და Adidas-ის, საღოლ ძმა, ანუ ვიღაცას მაგარი უმუშავი ამაზე და ამას შეხედეთ, რა ლამაზია ყველაფერი და ეს არის ნამდვილი ლოს-ანჯელესი. მობილური ამოვიღოთ, Samsung-ი გვაქვს, ვაუ, უჩერს ძმა. აქ Google-ი გვაქვს, ჩვეულებრივად ინტერნეტი, ტექსტი. ეგეთ მეზობლებთანაც ყველაფერი რიგზია და ხო, მოდი ახლა დავიწყოთ პირველ რიგში და დავუთვალოთ როგორი არის ფრანკლინის ტანსაცმელები. Torso. ზევით, ეს ჩვეულები, არა, აქ ეს რა ბრენდია ეს არ ვიცი, მაგრამ რაღაცა იქნება აშკარად, ეს ჩვეულებრივია, აქ Gucci, აქეთ Flash-ი, რაღაც რეალური რაღაცები არის აშკარად. ეს რა არის? Vogue, თუ არ ვიცი რა არის. Manhunt-ი, ესეც რაღაც რეალური აშკარად. არა, ძალიან ბევრი რაღაცაა, ბიჭო, შეცვლილი ხო არ გადაობა, აქეთ რა არის კიდე. ეს ჩვეულებრივი აშკარად არაფერი. ჟაკეტები, Gucci ჟაკეტი, ნახე რა, თან ბრენდ Mona Lisa-თო. თან ბრენდული რაღაცეები არის ხოთაშუში ჩაგდებული, ანუ ძალიან მაგარი ნამუშევარი აქვს ვიღაცას და ეს ვიდეო 100,000 ლაიქს და თუ ავა, მოვიფიქრებ როგორ იშოვოთ თქვენ ეს მოდები, იმიტომ რომ ფასიანია. კაი, რამე ეს რა, კაია კურტკა ძმა, Chicago Bulls-ი, არა ეს არის იმენა ძალიან ხულიგანის მანია. ეს Berry იყოს რა მევასება. შარვალი, ნახოთ აბა აქ რა გვაქვს. იმენა Gucci-ს გადაეკიდე შემქმნელი ვინც არის. ახლა სპორტულებია. არ გვინდა ძმა გამანებეთავე. შარვალ შორტებიც Gucci-ს. მიხადავებით. ეს შარვალი იყოს რა. შუზებში ესკეტები, ჩოვალებრი ბოტასები, კაი ტუფლები არა გვაქვს. ეს Adidas-ები იყოს რა. ჩოუპი რეალურია ნეტა, მაგრამ ჩოუპი ხო ისეც რეალური ძაღლი. რა შვებითო? ვა დაიყავი ეგრე რა. წავედი ხო, ნახოთ ფრანკლინის მანქანა როგორია. სხვადასხვა თამაში მანქანები ეცვლილია და ღადაობ. ფრანკლინის დოჯი გადაკეთდა რეალურ დოჯად. ჩვენი მოტოციკლი გადაკეთდა რეალურ მოტოციკლად. არა ბიჭო, ძალიან მაგარია. უბრალოდ გარემო შეხედეთ რა მაგრად არის ყველაფერი შეცვლილი და ერთწამი ნომრები ვნახოთ, რა წერია. კალიფორნია, რა თქმა უნდა, იმიტომ როგორც იცით, GTA 5-ის მაპი არის აწყობილი ლოს-ანჯელესში და როგორც ხმა კომპრესორის ხმა აქვთო. დავაი, წავით ახლა დავუთვალიერეთ ქალაქი. ხო, რას ვძახდი, ანუ GTA 5-ის მაპი არის აწყობილი ლოს-ანჯელესში და ანუ აქაც ყველაფერი გადმოტანილია, რაც რეალურად ვა, ხო არ გადაობა, Lamborghini Aventador-ი დადის, საღოლ ძმა, ყველა მანქანა შეცვლილია, ბიჭო. აგერ Porsche Cayenne აყენია, ოღონდ ძველი და მაინც არ მევასება ეგ მანქანა. გარემო რო შეცვლილია მაგაზე უკვე ხმას აღარ ვიღებ, იმიტომ რომ ღადაო ბიჭო, ეს პოლიციის მანქანა, ყველაფერი შეცვლილია აბსოლუტურად, ანუ მანქანებზე აღარ შეგვიძლია უკვე რამე კომენტარი გავაკეთოთ, იმიტომ რომ ჩვეულებრივი მანქანების მაგივრად დადიან რეალური მანქანები, რაც კაია და ჩემი აზრით თამაშს მეტად მიმზიდველს ხდის. აქეთ რა ხდება ერთი წამი, აბა რესტორნები და რაღაცეები. ღადაო ბიჭო, ცენტრი Manor Entrance. არის არ ვიცი ნახოთ, მაგრამ აქაც რეალური მანქანები, რა თქმა უნდა. ძალიან მაგარია ესეთი რაღაც თამაში მენა ასწორებს და უკვე ალბათ აწერდეთ კომენტარებში ამერან თავი გადაიპარსებოდა ხო ბიჭო, იმიტომ ტვინი გამებურღაც, ამ დიდი ძმებით. აღარ შემიძლია რა მეც ბანერებიც კი რეალურია და აქ არის Apple Intelligence Power, Apple-ის რეკლამა და ეს არის ალბათ 16 Pro რო გამოდიოდა. სულ ახალი. 16 თუ 17 არის გამოსული. 16 ბოლოა. სულ ახალია თო? ჯეკლასიც მოტასაობს აგერ. დაწერეთ კომენტარებში მოგწონთ თუ არა ეს GTA და ამას შეხედეთ თო. GTS-ი, აქ Hyundai Jeep, Range, Marilyn Monroe, აქ რა არის? არა ბიჭო, ყველა რეკლამა Hollywood-ი, ყველა რეკლამა რაც კი არსებობს რეალურად არის გადმოტანილი 7-up, ანუ Pepsi, ყველაფერს რო თავი დავანებოთ, ნახეთ ეს ბილბორდები და ყველაფერი იმდენად მაგარია, რომ თამაში აბსოლუტურად სხვა მოღამე ეძლევა და აქეთ ნახოთ აბა რა ხდება. Superman-ის გამოსვლის რაღაც ალბათ Superman Legacy 2025 ყველაფერი ახალი, ანუ ვერ იტყვი რა ძველი ბანერები ძველი გაკეთებული რო იყოს. აქ რა ხდება? შეგვიძლია დავკეტოთ ჩვენი მანქანა, საღოლ ძმაო.
ტაქსებიც აგერ ჩვეულებრივად ესეთი ლამაზი, აქ რკინის კაცი რა. საღოძმაო რა. აი დღეიდან ჩვენი ჯეტია წესით მეტად საინტერესო უნდა გახდეს. პრიუსის ტაქსი ბიჭო. დადე ძმა გაგიყო ხუთლარად. არ მინდა ძმა ჩემი მანქანით ვარ. დადე გაგიყო, მაინც ეკონომიურია. არ მინდა ძმა გამანებე თავი ულამაზეს დოჯი მყავს აგერ. აბა ჩაკეტილს ჩავშდები? ვერა. ერთწამი? იარაღები ნახე რა მოკრა ჩანს. მაგრამ არ მინდა ერთწამი. გავაღოთ ყველაფერი რეალური და ზევით გვიჩვენებს რომ ჯერჯერობით ყველაფერი კარგად არის. მაგრამ ჭამა გვჭირდება. მაგარი ხარ ძმა, მეტი არის ჩემი ტერი ხა გვჭამა hard rock-ი. აქეთ რა შენობებია? წავედ ერთი ვნახოთ აქაც პარკინგი, პარკინგის შესასვლელი იყო უბრალოდ ანთებული და რაღაც პალმები ხო დამატებული. არა, ძალიან ლამაზია ბიჭო, მომწონს. სად არის რამე ახალი კიდე არ არის? აქ skate park-ი როგორც მახსოვს იყო. ეს რეკლამები არ იყო ძმაო. Nike-ის მაღაზია, დაკეტილია პროსტა ეხა ხამეროა. ხადაო ბიჭო? Nike-ის მაღაზია GTA 5-ში. აი ძმაო ცხოვრება. იქით რაღაცა Land Marshall-ი აქ რა არის? GVC ფარმასი რაღაც აფთიაქია გავანებოთ მაგას მოვთავი. Dunkin-ი, ავიც მო რა ბრენდი, რა ბრენდების რაც მგონი ყველაფერია და რაც კი ზოგადად GTA 5-ში რამე ისეთი fake იყო, ყველაფერი გადაკეთებულია რეალურ სამყარო და რაც ყველაზე მთავარია, 1 FPS დროპის არ გვაქვს პირიქით მომატებული არის მგონი. წინ რა ხდება თუ რატომღაც არ მახსოვს რომ ეს შენობები აქ ყოფილიყო. ეს შენობაც მოვაქ არ იყო. Arena, Yankersi, რას იძახი რო აქ Crypto.com, Crypto Arena რა ჯანდაბა ხდება აქ? რაღაც ის ოფისი ოღონდ რისი აზია რო და ეს მგონია რომ საერთოდ სხვა თამაშობ ბიჭო რა მაგარი რაღაცაა თო? არ ვიცი ამის შესასვლელი აქ არ ჩანს, მაგრამ საღო ძალიან მაგარი. დარბაზია ბიჭო შიგნით კალათბურთის. რა არის თმა ეს? აქეთ რაღაცეები იყიდება და ეხლა არ მითხრათ რომ აქედან შევდივართ. კაი, ხადაო ბიჭო. აი საღო ძმა მოდი შეგთვის. დარბაზი გავუკეთებე NBA-ს. სხვადასხვა ხარ არ მეგონა რომ ეს ღია იქნებოდა, მაგრამ კაი ნამუშევარი აქვს, მო რესპექტ ჩემგან ამოდი შემქმნელებს. რა ცოტა გრაფიკებზე აქვს სამუშაო, მაგრამ გრაფიკებს ჩვენ შევუცვლით, მაგრამ თან ვერ შევუცვლით, იმიტომ ტექსტურები ისეთი აქვს დამატებული, რომ ცოტა ძნელი იქნება ამ თამაშის სხვა გრაფიკებზე გადაყვანა, მაგრამ რავი დაწერით მაინც კომენტარებში რას ფიქრობთ ამ გრაფიკებზე. ეს ჩვეულებრივად ზე Weston Brown რაღაცა Westwood რას кайგი რა წერია აქ. Maze Bank-ის დიდი ალბათობით შესრულილი იქნება. ბიჭო წინ რაღაც დიდი შენობა დგას, თო? ის შენობა იქ არ იყო. Maze Bank-ი არის აი აგერ. პარკინგი გააკეთეს აქ დაჟე, აქ არ იყო ადრე პარკინგი. Maze Bank-ის დაბლა პარკინგი გვაქვს, რაც ძალიან კაია და ეპიზოდების გადაღების დროს გამოგვადგება რაღაცეებში. McLaren-ები რომ მოძრაობენ ქუჩაში რა მაგარი. ეს რისი შენობაა თუ აქ არ იყო ადრე? ეს FBI შენობაა, კაი გავიგე. ის აი შენობა იყო. ბიჭო აქ რაღაც სხვა შენობები ერთწამი. აი ეს შენობები აქ იყო? კი იყო, უბრალოდ ეხლა შეცვლილი აშკარა ტექსტურები და ყველაფერი და უფრო გალამაზებულია. ეს შენობებიც იყო, კი, სამი ტყუპი შენობა მახსოვს. Maze Bank-ის US Bank-ი, რა თქმა უნდა, რეალური რაც არის ეგ. მაგრამ აი ეს დიდი შენობაც მოვაქ არ იყო თო. Maze Bank-ი იყო ყველაზე დიდი შენობა და ეხლა ფაქტობრივად ეს შენობაც Maze Bank-ის ხელა. Union Bank-ი, City National Bank, არა ბიჭო. კორპუსებიც გადაკეთებული აშკარად, იმიტომ რომ ეს კორპუსები აქ არ იდგას, მაო, შეხედეთ რა ლამაზია და ეხა არ გავგიჟდე. შენებარი კორპუსი, რომელიც მთელი ცხოვრება შენდებოდა, დასრულებულია? საღოლ ძმაო, აი ეს არის აგერის კორპუსი, რომელიც მთელი ცხოვრება შენდებოდა და ეს არის Blue California. აუ რა ლამაზი ხარ ჩემი, ნახე რა. გარეთ კაფეები და რაღაცეები, ნუ იქ რა არის ტაქსო პარკი, აქეთაც ბილბორდები. აბა ნახოთ ერთი სემიონის სადილერო გადაკეთა Toyota ცენტრად. ყოჩახ სემიონ, აქეთ გვაქვს Ford-ის ცენტრი, სადაც ჩვეულებრივად იყიდება ბიჭო მანქანები. ერთამ გავეჩო რომ ჩვენი მანქანა აქ დავკეტო, მაინც არ მომპარონ. რა ვიცი, ეგეც რეალობად არ იყოს ეხლა აქ. ჩაიკეტე ძმა. ბიჭო, ჩაიკეტა ძმა, ჩაიკეტა, გაანები თავი. აჰა, всё, გაჭედე ეხლა ფანკლიმმა. ეს დაკეტილია? კაი, ეს დაკეტილია. ეს დაკეტილია. შემიშვი ძმა, ყიდვა მინდა იქ მანქანის. შეიძლება ხამერო მაგპონჩი ვერ შევდივარ, რა ვიცი, რას გაიქებ. არ დაარტყა ძმა ჩემ დოჯის გაიწე იქეთ. არა ბიჭო, ლამაზია. თუ აქ შენებარი კორპუსი იყო და ეხა შეხედეთ რა არის, არა. ნამდვილად იმსახურებსაც ვიდეო 10000 ლაიქს. აქედან ვერ შევდივარ. ძმა გამიღეთ კარიზმი და ყიდვა. დაკეტილები ვართ, ეს უპატრონო ვერ ხედავ. კაი ძმა, ჯანდაბას წავედი სხვა რაღაცებს დავათვალიერებ. არა, ესეთი მანქანები ქუჩაში რო დადიან თვალს უხარია რა ძმაო რა. აქედანაც შევდივართ. აქაც რაღაც პარკინგია. La Life LA გავეჩეროთ აბა ერთი აქ მანქანა და იქიდან ავალ თვითონ ზევიცადმე? არა შანსია ეს მატყვა რაღაცა არის. LA Life. პარკინგი არა ჯანდაბას გავაჩერებთ ხოლმე ჩამოვიყვანთ მანქანას, არ არის პრობლემა. გამიღეთ მას შლანგბაუნი. მეტრო
მეტრო ჩაოლებრივია. ნიუ-იორკის მეტრო ახლა აქ ვერ იქნება. აქაც რა თქმა უნდა ეს ბილბორდები აღარ მიყვარს უკვე მაგაზე კომენტარებს აღარ ვაკეთებ რა. წავედი ახლა გეტოზე მაინტერესებს რამე თუ შეიცვალა და აქ იყო ბენის სახელოსნო და ერთება მაგასაც შევხედოთ არის შეცვლილი? კი. და ჩაოლებრივი auto parts-ი. Wall sell price for შენით ყველაფერი შეიცვალა Tesla, Brembo, გადაო მაგარი, აგერ Supra. ბიჭო, აი რამდენი აქვს ვიღაცას ნამუშევარი ისე რომ ეს ყველაფერი შეცვალა, გადაო. იქეთ Lambo არის გამოკრული, ყოჩა ძმა. გავედით აქედან. უბრალოდ ერთი ახლა მე მაგათაც ჩემს ეპიზოდებში რასაც შევწვდები რეალურად ეს დაბლარო სპიდომეტრი აქ მე არ მომწონს. და ამაზე რავი დამიწერეთ კომენტარებში დავტოვო თუ არ დავტოვო რა. აქეთაც პატარა მაღაზიები Adidas-ი რაღაც. ლურჯი ბანდატო? ლურჯი ბანდა რომელია რეალურად ცხოვრება? კრიფსები ხო მგონი? მგონი კრიფსები არიან ესენი? გადაო ბიჭო. Yo, what's up, my boy? ესენი წესით მწვანეები უნდა იყონ და მწვანეები არიან კრიფსებად გადაკეთებული. ბიჭო, რას ლაპარაკობ? რეალური ყველაფერი გადმოტა. ეს რა არის? Euro car ink. ამას შეხედეთ, მაგრამ მანქანებს ყიდიან. საყოველთაო. აქ რა გავაკეთე, თოსაც შევედი. ინტერ გარაჟიო დავაჭირე და რა შევედი მე. ძმა, ეხა ახურებთ. всё, მივხვდი ეს რაშიც იყო საქმე. თავიდან დავსპამოდი, მაგრამ მოკლედ აქ რომ მოდიხარ რა, ონლაინ მაპებიც უნდა ქონდეს წესით გახსნილი და ეხლა ინტერ გარაჟი რო დამიწერა, მე ალბათ სადღაც დიდ გარაჟში უნდა გადავსულიყო, მაგრამ არა, შემოვედი. ხადაო, მანქანები იყიდება ჩაოლებრო და შედიხარ, ათვალიერე, Ferrari, McLaren, ესენი ცუდი გრაფიკებით არ, იმიტომ რომ ესენი სავარაუდოდ პროსტა ნახატები აქვს დადგმული დეველოპერს. მე რეალურად შეგიძლია აქედან გაიყვანო რა. აი ხელსაც ვერ ვკითხებ, შანსი არ გვაქვს რომ გადავაადგილოთ. ალბათ იმიტომ რომ ესენი იყოს აქ, მაგრამ ეხლა ჩვენ თუ მივალთ, აქ ჰამერი და ყველაფერია, გადაო. კაი სადილეროები გაქვთ ძმა. წავით აბერტი ვითომ ყიდვა გვინდა ეხლა მანქანის, მანდ რამე შეცვლილია. გამარჯობათ, მანქანის შეძენით ვარ დაინტერესებული. всё, აი იასნაგერ, აი. ესე იგი 203.000 ეს, 107. ყიდულო, ბიჭო, ჩაოლებრივად შეგიძლია მანქანები იყიდო. Bugatti ღირს 1,900,000. რა, კაი დოჯია ნახე. რამე კაი მანქანა არ ყავს? Ferrari არ გვინდა? ცუდი სადილეროა რა, დასამატებელები ყავთ ქალბატონო მანქანები რა. წავედი გარეთ მე ახლა უკეთესი მიყენი აგერ Porsche 918 და დღისით აშკარად კიდე სხვანაირია გრაფიკები. გრაფიკები შედარებით არ მომწონს რა, მაგრამ გრაფიკების ბრალი არ არის, ტექსტურების ბრალი უბრალოდ იმდენად თეთრი ტექსტურები აქვს დამატებული. მაგრამ რეალურად ლოს-ანჯელესის თუ თეთრი გზები არ რაღაცნაირი დაგებული რა. ეს მეტრო შეცვლილი არ არის, შეცვლილი ვერ გავიგე. არა ბიჭო, შესულია კი ეს მეტრო არ იყო ჩაოლებრივში. აი შევედით ახლა გეტოზე და ვნახოთ აქ ჩვენი ბიჭები ხო ნამდვილად ლურჯები არიან, მწვანეები გადაკეთენ, ესე იგი კრიფსებად რა, ხო აი, კრიფსები არიან, ეგერ ლურჯი მანქანებით დასაუბრენ თან. ნახე რა კაცები არიან. წავედი, ძალიან აგრესიულები არიან თან. აქაც რაღაც განგსტერული მანქანით. არა, მაგარია ძმაო, მე ძალიან ვიხალისებ ამ თამაშის თამაშით. Super Molly აგერ აქ არის Chevrolet-ის ცენტრი. რა, კაია, ბიჭო, ყველაფერი რეალური როა. გადაო, მოდი ხარ და აქ მაგარ ეპიზოდებს გადავიყებთ რა. პროსტა ეხა ეს მანქანები იმდენად არ მომწონს, იმიტომ რომ ეს დახატული რო არ უხდება რა. შეგვიძლია ეხა შევიდეთ და მე რაღაც რეალურად გადაკეთდება, რეალურად ჩამოვიდებს, მაგრამ მაინც ეხა დახატული მანქანები გრაფიკულად ცოტა უაზროა. ბენზი განსამართ სადგური, არ მინდა ძმა ბენზინი გამანები, მაგის სასმად შეგვიძლია როგორც ჩანს. იასამნის ფერები არიან როგორც ჩანს, ვინები? წითლები არიან ბლაცები, ხო მგონი რეალურად. აი წითლები არიან აგერ. წითელი ფერი უფრო უხდებათ რა. ყოჩა ბიჭები, კაი ბიჭები ხართ. წავედით ახლა ვაგოსებიც ნახოთ და მე უკვე აეროპორტი მაინტერესებს ნახოთ როგორია. მთლიანი მაპი შეცვლია, ესე მგონია მართლა რომ საერთოდ სხვა თამაშს თამაშობ რა. ყველაფერი არის გადაკეთებული აბსოლუტურად. რაც კი GTA-ის იყო. აი ხო შეიძლება ეს ყველაფერი Rockstar-ს გაეკეთებინა, მაგრამ არა. ესენი ყვითლები არიან, ვაგოსები არიან მგონი ისედაც. რაღაც სხვა სახელი ქვია და უფრო ლამაზი მანქანები ყავთ. Azteka ხო? Azteka ქვიათ ამათ. ოკეი, კაი, წავედით. იქით ქარხნების ქუჩაზე გავლას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ვიცი რაც იქნება ჩაოლებრივად, არაფერი საინტერესო. და რაც შეეხება აეროპორტს, აეროპორტი იგივეა მომენტ დარჩენილი, უბრალოდ აქ შეცვლილი აქვს ის ბანერები და აი ბანერები რა არის? Airport exit ტერმინალი, ოკეი. აქ რაღაც როგორც ჩანს VIP lounge-ის რეკლამა. არა, აეროპორტში ისეთი არაფერი არ არის შესული, რეალური ლოგოები, FedEx-ი გადაო ბიჭო, რა მაგარია მართლა ყველაფერი. პლუს გამატარე გადაიწი. აი ხა წამოვედი სემიონის სახლის მხრიდან, სადაც ზევით ავდივართ ახალი გზით და აქ უბრალოდ უდაბნო იყო და შეხედეთ ყველაფერი გალამაზებულია. გზები და ყველაფერი საერთოდ შესულია რა, სააღლოცო. მართლა მაგარია და თითო გული და რავი კომენტარი უეჭველი დავუწეროთ ამოდენ შევთვალოთ, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ, იმდენი აქვს ნაწვალები და ყველაფერი ისე რომ GTA არ ფუჭდება.
ამ თემა რა არის ჩვეულებრივი საიტებიდან როცა იწერთ ამ მოდებს რა ძალიან აი სახეძვრება მთელ GTA-ს პირდაპირ მნიშვნელობით. GTA-სთან ერთად კომპიუტერს, იმიტომ რომ რამაინერზე გისოვენ ღმერთმა იცის, იმიტომ რომ ვირუსები და რაღაცები მოყვება და ესენი არის ხარ თქმა უნდა ფასიანი მოდები, სადაც იფილტრება ყველაფერი და ნუ თავის დეველოპერები და რავი გუნდი ყავს ამას, რომელიც მუშაობს ყოველდღიურად იმაზე, რომ არ გაჭედოს და კომპიუტერმა იმუშაოს კარგად ამ თამაშის ჩართვისას. არა, ამაზეა რა. ეს რა არის? აქეთ გამოდივართ ახლა ჩვეულებრივად გზაზე. ანუ თლიანი ავტობანიც კი შეცვლილია რა. აი ერთ-ერთი მე რასაც შევცვლედი ძმაო, ეს არის აი ხის ფერები რაღაც არ არის, ბუნებრივი არ არის, ხო ხტებით რა. აი რაღაცა ნახატია რა ჩვეულებრივი. და მაგების შესვლასაც მე მივხედავ ალბათ რა. რაღაც გრაფიკ მოდებს დავამატებ და წესით რაღაცები უნდა შეიცვალოს რა. მაგარ ჩვეულებრივად რეალური მანქანები პოლიციის ჩამწკრივებული, ნუ გზაზეც ყველა მანქანა რაც კიდად ის რეალურია. და ბოლო-ბოლო ჩამოვედით Sandy Shores-ში, სადაც ნუ აქაც ყველაფერი შესულია. ნუ აქ ცოტა სხვანაირი ხეებია ეხლა, გარემო სხვანაირია ხა ეთყობა რომ უდაბნოა, მაგრამ ну მაინც ეხლა ნამუშევარი აქვს აქეთ მხარეზეც რა. ნეტავი თბილისი დაამატოს რა. აქ რა არის? რა ითქვა კალიფორნია აქეთ, Barstone Freeway და Maroto Bay. ადაო. Maroto Bay. აქეთ არის კალიფორნია. ხო, ანუ აქეთ თუ გადავუხოთ ეხლა უკან ბრუნდებით კალიფორნიაში და აქეთ ეხლა მივდივარ სადღაც εκεί დასავლეთში თუ აღმოსავლეთში რას გაიგებ რა ვიცი ხო ამერიკის მე რა. Tesla. ну დასავლეთით ახლა რა თქმა უნდა დადიან ამერიკაში რა ევასებოთ. შეჩერეძმა მოძრაობა. ერთი აქ ეხლა ტრევორის სახლიც ვნახოთ. აქეთ გამოვატასაოთ, ნუ აეროპორტთან ბევრი მაინც არაფერი არ არის შესული. აი გრაფიკებზე აქვს ბიჭებს სამუშაო, თორე დანარჩენი ყველაფერი მაგარია და ეს გრაფიკები შეიძლება რომ რაღაცებით გამოსურდეს რა და აუ რა ლამაზია ბიჭო. მაგას შევეცდები რომ ეხლა მომდენო ვიდეოსთვის ეს ყველაფერი გავამზადოთ. წამოვიდეთ აქეთ. ხო არა, აქ ბევრი მაინც არაფერი არ არის შესული რა. ეს პოლიციის განყოფილება, რეალური მაღაზიები და იქ რა შენობები ჩანს თო? შენობები კი არა, ის რაღაცეებია, ქარხნები რა. და რაც შეეხება უშუალოდ ტრევორის სახლს, ნუ რა თქმა უნდა უცვლელი რა. ტრევორს არ ევასებს რემონტები და რაღაცეები. მოკლედ, სულ ეს იყო აქ რაღაც ახლებს კიდე აღმოვაჩენ წესით დღეს ეს თუ ისე დაგათვალიერებინე GTA, სადაც ყველაფერი შეცვლილია, ყველა რეკლამა, ყველა შენობა, ყველა ბანერი, ყველა რავი ნიშანი, ყველა ტანსაცმელი, ყველა ბრენდი არის შეცვლილი და რეალური ცხოვრებიდან გადმოტანილი და თითქმის ისეთი როგორც არის ლოს-ანჯელესში რეალურად. მე პირადად მომწონს და დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრი და არ დაგავიდეთ ერთხელ მაინც გადახვიდეთ GG Drop-ის ლინკს, რომელიც აღწერაში აბინული და კომენტარებში.